იმაზე საუბრის ნაცვლად, რომ 13 წელია ოცნება კარტელების ინტერესებს ემსახურება, ოპოზიცია სუპერმარკეტებზე თავდასხმამ შეაშფოთა. ჩვენი პოლიტიკური კლასი მზად არის თავისუფალი ბაზრის იდეა თუნდაც მოსახლეობის შიმშილის ფასად დაიცვას. ოპოზიციას ისიც დაავიწყდა, რომ ამ ქსელების მეწილების უმრავლესობა ისევ ქოცები არიან და ყოფახიძის დაპირება პროპაგანდის საახალწლო საჩუქარს უფრო გვაქვს, ვიდრე კარტელების წინააღმდეგ რეალურ ბრძოლას. გავხსენოთ საბანკო და სათამაშო სფეროების წინააღმდეგ დაანონსებული რეგულაციები, რომელსაც პირიქით ბიზნესების მოგების რეკორდული ზრდა მოყვა. ქვეყანას ისეთი პოლიტიკური ძალა ჭირდება, რომელიც მზად იქნება, რომ ეკონომიკა არა მსხვილი ბიზნესის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში მართოს. ამ ინტერესების რეალური დაცვა არა მხოლოდ სურსათის, არამედ აფთიაქების, ბანკების, ენერგეტიკის თუ საწვავის ბაზრების, შეგით მოქმედი მონოპოლიების შესწავლას და საქართველოს გაღარიბებაზე პასუხისმგებლობის დასჯას მოითხოვს. ასეთი ძალის გაჩენამდე საზოგადოებამ ოცნებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს. ასეთი ზეწოლის გარეშე ოცნება კიდევ ერთხელ შემოგთავაზებს კოსმეტიკურ ცვლილებებს ფუნდამენტურის ნაცვლად და ასე ოპოზიციასაც დაამარცხებს, ბიზნესსაც არ გადაიმტერებს და საკუთარ მომხრეებსაც ცვლილებების ილუზია შეუქმნის.